ისპანახის ფხალი დავაბურთავოთ როგორც ვიდეო შენაჩვენები, გვერდზე მივიდოთ ნიგვზიანი ბადრიჯანი, ასევე გორგის ფხალი და მოვაყაროთ ზემოდან ბროწეული და ქიმწი. საბა ჩერქეზიშვილის სტუდიაში მოპატიჟებისთვის ესწრებოდა თქმა უნდა ჩვენი პატარა აჩი არის როგორც აჩის გეძახიან. საეჭო კაცს რო ყავს აჩი, ეგრე ყავსო თქვენო შენო საბა რა. იმასაც შეამჩნევით რომ არ გავიკეთები აქ ჭადი არდევს, მაგრამ ჭადის გაკეთება თუ გინდა, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს სულ ვიდეოში, ნახოთ ჭადი როგორ კეთდება და გემრიელად შეექცეთ შემდეგ თქვენს გაკეთებულ ფხალს. ამიტომ ეხლა საბაკაც დააგემოვნო ჩემს გაკეთებულ ფხალს და ვნახოთ თუ როგორი რეაქცია ექნება მას. როგორი რეაქცია ექნება და პირველი რეაქცია ვალის გამოკვების რეაქცია ძალიან მომწონს. ეს რა სილამაზეებია ხალხო. აი მე დედა. ეს საზამთრო, მინიატურული საზამთრო. მე პირველი გავსუჩავ ფხალს იმისას გოგრისას. მე გოგრის ფხალი არ მიყვარს. აი პირველი გავსინჯავ ის ფანაჩი. ეს ქინძი ძალიან უხდება გოგრის ფხალს. ძალიან გემრიელია. მოგწონს სუნელების შეზავება? ძალიან მაგრამ ცოტა ხლათ არის ხო დაჭრილი ისპანა. არ ვიცი, ამდენად მომწონს ეს სისქელე. ხლათ რო დაჭრილი, მეტად მომწონს ხოლმე. მე შეგიძლიათ რომ ბოლოს გადაკეთოთ. მე უფრო მიყვარს ხოლმე რომ უხეშია ცოტა ფხალში ისპანახი. ხო, მე მიყვარს რაცა უფრო ნაზი. წვრილია. და ერთგვაროვანი. ქინძი მიატანკე? გემრიელი არის, მაგრამ not a fan. Not a fan, ხო. ეხლა კი მოვაყარეთ ბროწეული, მაგრამ მე არ მიყვარს ბროწეული რომ აქ მოყრილი. ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ეხლა ყურკას ჩაღეჭე შენ, რა? ჩავღეჭე. ხო, და ეგ არ მიყვარს მე. მე რა. ეს უსიამოვნო. ჩავღეჭე. მიდი. მაგრამ ჩემი ფავორიტი კერძი მოდის. ნიგვზიანი ბადრიჟანი. გიყვარს? ძალიან. საინტერესო. ამას მოვპარო ცოტა ქინძები, ქინძი ძალიან მიყვარს. რა მიყვარს შებრაწული ბადრიჯანის სუნი. რა ტატუიში ვარ, ხო იცი ესე რომ იმაშოვა და ბავშვობაში ვეჭდე. ბავშვობაში ვეჭდე, ეგ არის რა. ნუ რა თქმა უნდა მაკლია მჭადი, მაკლია ყველი.